ლოცნებასთან იგივე დროით რა დროსაც თქვენი ყავით ჩვენი კი ბატონო, მაშინ კარგია რომ საშუალება მაქვს უშუალოდ პროგრამაზე შეთავაზებაზე ვისაუბრო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის სოციალური ფონი. უმძიმესი სოციალური ფონი, როგორც არ უნდა ჩავიკეტოთ კაბინეტებში და ამას არ უყუროთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამიტომ ჩვენი შეთავაზების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეს არის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე. ადამიანებს გაუზარდოთ, გაუკეთოთ მერიიდან დანამატი 50 ლარი პენსიაზე და ასევე სოციალურად გაჭირვებულებს 155 ლარიდან 520 ლარამდე. ეს დემაგოგიაო, არაერთხელ მოვისმინე. საფუძველზე პირდებით განსხვავებით სხვა ქალაქების მაცხოვრებლებისგან თბილისელებს რომ აი შენ გექნება 50 ლარი. მესმის რომ სოციალური დაპირებები ხშირად პოპულისტურად და დემაგოგიურად გამოიყენება ხოლმე, მაგრამ სწორედ ამის თქმა მინდა, რომ ეს არის არა უბრალოდ ნასროლი ციფრი და ჩვენ გვაქვს ყველა ქალაქზე დათვლილი კონკრეტული ციფრი. ყველა ქალაქში 50 ლარი არ არის, ზოგან არის 15, ზოგან 35, იმის და მიხედვით თუ რის საშუალებას იძლევა ადგილობრივი ბიუჯეტი. იმიტომ რომ ჩვენ ეს ბიუჯეტი დავთვალეთ, სიტყვა 50 კი არ გვისვრია, დავთვალეთ რის ხარჯზე. მაგალითად, საწვავის ხარჯი არის 8-ჯერ გაზრდილი. მაგალითად, ფუფუნების რა ქვია, რბილი ავეჯის ხარჯი არის 2-ჯერ გაზრდილი და არის 100,000-ობით. მაგალითად, ბიუროკრატიაზე ცხოველების მონიტორინგი სამსახურიდან 3,5 მილიონი და 3 მილიონი იხარჯება ბიუროკრატიაზე. წარმოუდგენელია. ანუ კონკრეტულად დათვლილი ყველა პუნქტი საიდან უნდა მოვიტანოთ 50 ლარი, საიდან უნდა მოვიტანოთ 155-დან 520 ლარამდე. მაგრამ რა მინდა ვთქვა და ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალური დახმარების მიცემა ეს არ არის ქალაქის პრობლემების გადაჭრა და ეს არ არის პერსპექტივის შექმნა. მე მინდა რომ ვიყო მერი, რომლის მუშაობის ბოლოს ჩვენ ბევრად ნაკლები სოციალურად გაჭირვებული გვეყოლება და საერთოდ არ დაგვჭირდება ამაზე ხარჯი, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი არის რომ ადამიანებს შეეძლოთ ღირსეულად თავად მუშაობა და ჩვენ შევქმნათ სამუშაო ადგილები. ამისთვისაც ჩვენ გვაქვს არაერთი კონკრეტული შეთავაზება, მე უბან დავდივარ და ამ შეთავაზებას ვაკეთებ. ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და რაც მთავარია, ქალაქი არ არის ტერიტორია, სადაც შენ უბრალოდ გადაადგილდები. შენ აქ ცხოვრობ, შენი ემოციით, შენი განწყობით, შენი ნიჭით, შენი იდეებით და ჩვენ ეს სივრცე დღევანდელი მოუხერხებელი სივრციდან უნდა ვაქციოთ პერსპექტივის და შესაძლებლობების სივრცე. ამის საშუალება არსებობს, ამის ევროპული მოდელები არსებობს, ამის უამრავი არაჩვეულებრივი სპეციალისტი ყავს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურბანულად ეს ქალაქი ისე რომ ეს იყოს თანამედროვე ქალაქი და არა ბეტონების ტყე, როგორ უნდა მოგვარდეს ტრანსპორტის პრობლემა, მე მაქვს იმედი რომ თქვენთან მექნება საშუალება რომ ამაზე დეტალურად ვისაუბროთ. ამ თემებზე საუბარი მთელი ივლისის განმავლობაში ალბათ ჩვენი ეთერები დაეთმობა ძირითადად ამ წინა საარჩევნო კამპანიას. მადლობა ელენე.